ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით აკადემიურ საბჭოს მიმართა. ალიოშა ბაკურიძეს უნივერსიტეტის დატოვების მიზეზები წერილობით განცხადებაში არ განუმარტავს. რექტორის მოთხოვნა აკადემიურმა საბჭომ არ დააკმაყოფილა. რატომ აპირებდა გადადგომას ალიოშა ბაკურიძე? ნათია ლომაძე დეტალებით. გითხოვთ გამათავისუფლოთ რექტორის თანამდებობიდან 2013 წლის 15 იანვრიდან. განცხადებას ხელს პროფესორი ალიოშა ბაკურიძე აწერს. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა აკადემიურ საბჭოს 11 იანვარს წერილობით მიმართა. რექტორი განცხადებაში საკუთარი გადაწყვეტილების მოტივს არ აკონკრეტებს. აკადემიური საბჭოს წევრებმა იმავე დღეს საგანგებო სხდომაზე ბაკურიძის ზოგად განცხადებას კონკრეტული უარით უპასუხეს. შეხვედრას თავად რექტორი არ დასწრებია. ალიოშა ბაკურიძე კუთვნილ შვებულებაშია და დედაქალაქში იმყოფება. მოგმართა რექტორმა ყოველგვარი მოტივირების გარეშე ჩვენ მოტივირებული პასუხი მივეცით. ანუ მოტივირებული პასუხი იყო ის, რომ რექტორმა უნდა გააგრძელოს ბუნებრივია მისი მუშაობა და ჩვენ ყველანაირად შევეცდებით, რაც შეგვიძლია ბუნებრივია, რომ გვერდში ამოვდგეთ და გავაგრძელოთ მუშაობა და დავასრულოთ ეს 20 წლიანი ციკლი. რატომ ითხოვს რა მოტივით, რის საფუძველზე, აი ამის შესახებ კონკრეტული საუბარი მსჯელობა რექტორსა და ჩვენ შორის, ანუ აკადემიური საბჭოს წევრებს შორის არ ყოფილა. ჯერჯერობით არ შემდგარა. მნიშვნელობა არ ქონდა ჩვენ ამას 15-ში განვიხილავდით, 14-ში განვიხილავდით, იგივე გადაწყვეტილებას მივიღებდით უმრავლესობა, როდის განვიხილავდით ამ განცხადებას. ამიტომ წარმოდგენისთანავე განვიხილეთ ეს განცხადება. მიიღო თუ არა აკადემიურმა საბჭომ ნაჩქარევი გადაწყვეტილება. უმრავლესობა ფიქრობს, რომ არა, თუმცა განსხვავებული მოსაზრება აქვს ვაჟა ვერულიძეს. სწორედ იმ მიზეზით, რომ მისთვის რექტორის არგუმენტები ცნობილი არ იყო და განხილვაც შეზღუდულ დროში გაიმართა, ვერულიძემ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. არ იქნა დაკმაყოფილებული სამწუხაროდ ჩემი თხოვნა, რომ საკითხი გადადებულიყო, თუმცა დღესაც იმაჩნია, რომ მისი გადადებით თქვათ არსებითად არაფერი არ შეიცვლებოდა და მით უმეტეს თუ არ შეიცვლებოდა, მაშინ გადადებულიყო და გვემსჯელა ბევრად უფრო, ასე ვთქვათ, სერიოზულად ამ საკითხზე. მე ხვალიდან ბრუნდები სამსახურში. ალიოშა ბაკურიძე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობას გააგრძელებს. რექტორი ამბობს, რომ შემოთავაზება ჰქონდა საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის ხელმძღვანელის პოსტზე, თუმცა აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით ის ბათუმში რჩება. ალიოშა ბაკურიძე ამბობს, რომ მისი არც ერთი გადაწყვეტილება პოლიტიკას არ უკავშირდება. აბსოლუტურად გამორიცხულია ყოველგვარი პოლიტიკური მოტივი. მე გეტყვით იმასაც, რომ მას შემდეგ რაც მე დამევალა საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის ხელმძღვანელობა, ჯერ კიდევ ძველ ხელისუფლებას მივმართე ძველი ხელისუფლების დროს უკაცრავად მე ვაპირებდი ამ თანამდებობიდან გათავისუფლებას. მაშინაც არ მოხერხდა ეს, არც ახლა არ მოხერხდა, ამიტომაც მე მომიხდება უარის თქმა ასოციაციაზე და რექტორის მოვალეობის შესრულების გაგრძელება. ალიოშა ბაკურიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე 2012 წლის მაისში მეორე ვადით აირჩიეს. უმაღლეს სასწავლებელს ის მომდევნო 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.